108 წლის საქართველოს დამოუკიდებლობიდან ქვეყანა ისტორიულ თარიღს აღნიშნავს, როცა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნის 117 წლიანი პერიოდი დასრულდა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა შეიქმნა. ტრადიციულად თბილისსა და საქართველოს 17 ისტორიულ ადგილას წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადგეს. თავისუფლების მოედანზე მიმდინარე საზეიმო ღონისძიებაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა და საქართველოს ახალმა პატრიარქმა შიო მესამემ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. სარწმუნოება, იდენტობა, ტრადიციები და ეროვნული ინტერესები. ეს იყო სიტყვით გამომსვლელთა მთავარი გზავნილები. 35 წელია ერი და ბერი ერთად გავდივართ სახელმწიფოდ ყოფნის, დამოუკიდებლად ქცევის და სუვერენიტეტის მოპოვების ეკლიან გზას. გავდივართ ჯიუტად, შეუპოვრად და მტკიცედ. თავდაცვის ძალები არა მხოლოდ შეიარაღებული ძალა და თანამედროვე საბრძოლო შესაძლებლობებია, არამედ უპირველესად ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი და თავგანწირვა. ჭეშმარიტებისკენ სწრაფვით ქართველმა ერმა შეიცნო თავისუფლება ქრისტეში და სწორედ ამ ჭეშმარიტებამ განათავისუფლა იგი. ჭეშმარიტი თავისუფლება დამოუკიდებლობის მხოლოდ გარეგნულ გამოხატულება და წარსულის მონაპოვარი როდია, არამედ ის უპირველესად ადამიანის სულიერ მდგომარეობას გულისხმობს და დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს ჩვენგან. ეს არის მუდმივი შრომა, თავდადება და ერთგულება რწმენის, მოყვასის, სამშობლოს და სიმართლის მსახურება. ქრისტიანულმა სარწმუნოებამ ჩვენს ხალხს ასწავლა თუ რას ნიშნავს ჭეშმარიტი თავისუფლება, ღვთისა და მოყვასის სიყვარული, სიმტკიცე განსაჩდელის ჟამს და სამშობლოსთვის თავგანწირვა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება. საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში შემეცნებითი და კულტურული აქტივობები, ასევე სამინისტროების თემატური პავილიონები, სპორტული შეჯიბრებები და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა გაიმართა. ადგილზე მისულ მოქალაქეებს მრავალფეროვანი გართობის საშუალებები მიეცათ. ადგილზე მისულ მოქალაქეებს მრავალფეროვანი გართობის საშუალება მიეცათ. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს 26 მაისის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების პარალელურად თავისუფლების მოედანზე სურდათ გაეშალათ ბანერი წარწერით მიეცით წამალი ბავშვებს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის უფლება არ მისცეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი მიზანი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების პრობლემებზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობა იყო. მას შემდეგ, რაც პოლიციისგან უარი მიიღეს მშობლებმა ტერიტორიაზე შესვლა ბანერის გარეშეც სცადეს, თუმცა არც ამის საშუალება მიეცათ. მშობლებს გვინდოდა მისვლა აქციაზე, მიგვეტანა ბანერი, წამალი ბავშვებს ეს ბანერი მიგვეტანა, ბანერი არ შეგვატანიეს და გამოგვიყვანეს 100 მეტრის მოშორებით. ბანერი შეტანა არ შეიძლება. შემდგომ დავდეთ ბანერი და ბანერის გარეშე მივდივართ, ეს ხელაწეული მივდივართ, რომ აქცია შეუერთდეთ. არ გვიშვებენ, არც ხელაწეული არ შეიძლება. ანუ ჩვენ დიუშენი დაავადებული ბავშვების მშობლები აი ამ აქციაში მონაწილეობას ვერ ვიღებთ, დამოუკიდებლობის აღნიშვნის აქციაში. ბანერი უნდა გავგვეშალა და დაინახოს საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა, რომ ასე ვიღუპებით ჩვენ შუა ქუჩაში ვდგავართ. როცა ბავშვები ასეთ მძიმე მდგომარეობაში ყავს, რის დამოუკიდებლობას აღნიშნავს ეს ხალხი? ვის უფლებებს იცავენ? ჩვენ შვილებს გვინადგურებენ, ჩვენ ერთი წუთი არ გვაქვს დასაკარგი დრო. ამას რას ხედავთ? ვის უფლებებს იცავენ ხალხო? ჩამოვიდნენ და ელაპარაკონ 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში ვდგავართ კანცელარიის წინ. არავის არ გააჩნია ემპათია, რომ მოვიდნენ და დაგველაპარაკონ მშობლებს. დღეს ბაქო-თბილისი ბაქოს მიმართულებით რეგულარული სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგა. მიმოსვლა სტანდლერის ტიპის სამგზავრო შემადგენლობებით განხორციელდება, რომლებიც აზერბაიჯანის რკინიგზამ რამდენიმე წლის წინ შეიძინა. კომპანიის ცნობით, საწყის ეტაპზე მთელ მარშრუტს აზერბაიჯანული მოძრავი შემადგენლობა და ლოკომოტივები მოემსახურება. აზერბაიჯანის რკინიგზის ინფორმაციით, სასაზღვრო პროცედურებისთვის თითოეულ საზღვარზე 1 საათი არის გათვალისწინებული. აზერბაიჯანის რკინიგზის ინფორმაციით, ბაქოდან თბილისის მიმართულებით, ისევე როგორც თბილისიდან ბაქომდე, სრული მარშრუტის ბილეთის მინიმალური ფასი 81 მანათი დაახლოებით 127 ლარი იქნება. ძალიან მნიშვნელოვანი რეისია, გამომდინარე იქიდან, რომ მიმოსვლა აღდგება, ყოველდღიურად შესრულდება ეს რეისი, მოთხოვნა ძალიან მაღალი არის. ფაქტიურად უკვე რამდენიმე დღეში გაიყიდა ძალიან დიდი რაოდენობის ბილეთები.
ასე რომ გილოცავთ ამასაც და საკმაოდ წარმატებული პროექტია ჩვენ აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად ვიმუშავეთ იმისთვის რომ ეს რეისი აღდგენილიყო და დღეიდან უკვე ყოველდღიურად იქნება ეს რეისი ბაქო-თბილისი და თბილისი-ბაქოს მიმართულებით. სომხეთმა და შეერთებულმა შტატებმა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია გააფორმეს. ინფორმაცია სომხური მედია ავრცელებს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ. მხარეებმა ასევე ხელი მოაწერეს ტრამპის გზას საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის ჩარჩოს შეთანხმებას და მინერალების მოპოვებისა და გადამუშავების ჩარჩოს მემორანდუმს. ხელმოწერის ცერემონია ერევნის ვართნოცის აეროპორტში გაიმართა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი სომხეთის დედაქალაქს მეუღლესთან ერთად რამდენიმე საათიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია. რუბიო ერევანში ინდოეთიდან ჩაფრინდა. ის სომხეთიდან ვაშინგტონში გაემგზავრა.